მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. ეს კონკრეტული ვიდეო იქნება ეპიზოდის სახით, სადაც მე თქვენ გაგიზიარებთ ამ ეტაპზე რა პროცესები მაქვს ჭხირებზე თუ ყაიზნახზე და თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესო აქვს, ხოლმე გამოიწეროთ ჩემი ვიდეო, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. და თუ რაიმე კითხვები გექნებათ, რაზეც თვლით, რომ მე შემიძლია თქვენ რაიმე ამ უწურავი პასუხი გაგცეთ, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარი და ვეცდები, რომ მომდევნო ვიდეოში ამ კითხვებს გავცე შესაფერისი პასუხები. ახლა ვიწყებთ აი ამ კონკრეტულ ვიდეოს, ასე რომ მოიმარჯვეთ ცხელი სასმელი, რადგან გარე ძალიან სიგრილეები დაგვიბრუნდა და დავიწყოთ ამ ეპიზოდის ყურება. გადავწყვიტა, რომ ეს ვიდეო იყოს არა ვლოგი, არამედ ეპიზოდი, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო რამდენიმე დღე, ესე რომ ვთქვათ, პროკრასტინაციას ვებრძოდი. მქონდა ძალიან ისეთი დათრგუნული სიტუაცია იმ კუთხით, რომ არ მინდოდა არანაირად ქსოვა, კითხვა, რაიმე სახის აქტივობა, ჰობის კუთხით. მინდოდა მაქსიმალურად სეირნობა, გარეთ ყოფნა, თამაში ტელეფონზე, რაც ჩემთვის ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ძალიან არარეალურია ეგ ფაქტი. მე და ტელეფონზე თამაშები, თუმცა ზუსტად ერთი კვირის წინ მქონდა პერიოდი, რომ 3 თამაში მქონდა ტელეფონში ერთდროულად და 3-ვეს ერთდროულად თამაშობდი. ამითი გავერთე დაახლოებით 4 თუ 5 დღე. საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. რამე უნდა შემეცვალა და დაუბრუნებოდი ყოველდღიურობას, ჩემ ყოველდღიურობას. ნელა-ნელა წავშალე ყველა თამაში ტელეფონიდან და ვეცადე, რომ ისევ გადავრთულიყავი ქსოვაზე, კითხვაზე, რამაც ძალიან კარგად მიშველა. ვერ ვიტყვი რაღაც გადამწვარად ვგრძნობდი თავს, თქო და მაგიტო არ მინდოდა არანაირად ქსოვა და არაფერი თქო. უბრალოდ მქონდა ესეთი პერიოდი, რომ არაფერი ყველა ნამუშევარი დავამთავრე ერთი ნივთის გარდა, რომელშიც წინა ვლოგში ვისაუბრეთ. და ახალის დაწყების სურვილი არანაირად არ მქონდა და ამან გასტანა თითქმის 1 კვირა. საბოლოო ჯამში ბოლო 1 კვირა მოვიქოქე ისევ და ახლა მაქვს რა გაგიზიაროთ, მაქვს დაწყებული პროცესები, არც ერთი დამთავრებული, მაგრამ მაქვს დაწყებული პროცესები, რომელსაც ერთად ახლა დავათვალიერებთ და უკვე შემდეგ 4 შაბათს გაგიზიარებთ უშუალოდ ვლოგს და მათ შორის იმ ვიდეოებსაც, რაც არ შევა ამ ეპიზოდში. იმედი მაქვს, რომ არ მიწყენთ ამ ყველაფერს და მაინც სიამოვნებით უყურებთ ამ კონკრეტულ ვიდეოს. ასე რომ, დარჩით ჩემთან, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ჩემი ვიდეოები და გიზიარებთ ჩემს ნამუშევრებს. პირველი, რაზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის შეკვეთა, რომელიც შემომივიდა და ალბათ შეიძლება ითქვას, რომ შეკვეთა იყო ჩემი მოტივატორი, რომ დავბრუნებოდი ისევ ქსოვას და ისევ ამეღო ინსტრუმენტები ხელში. შეკვეთა არის შესაძლებელი როდინა იარნის Silk-Hid მოჰერის ძაფი, სადაც გვაქვს 25 გრამზე 200 მეტრის ძაფი. აქ არის აბრეშუმი 30% და 70% მოხერი. კონკრეტულად ძაფი გამოიყურება აი ასე, ეს არის იასამნისფერი მოხერი და თვითონ აბრეშუმი არის თეთრი, რის გამოც საკმაოდ ისეთი აქტიური მელანჟის ეფექტი აქვს ძაფს. ხოლო კომბინაციაში გვაქვს ბრილინოს ძაფი, რომელიც არის Lana Gross-ის წარმოება. გვაქვს 25 გრამზე 200 მეტრი, წესით 1/1-ზე უნდა მიდიოდეს ძაფი, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ Lana Gross-ის მიერ მოწოდებულ ძაფში ნამდვილად 200 მეტრია. ვფიქრობ, რომ არის ბევრად ნაკლები, რადგან ახლა უკვე ვქსოვ მეორე გორგალ მოხერს და ბრილინოც მეორე მაქვს, მაგრამ ბრილინო უფრო აქტიურად იხარჯება. აქ კიდე ძალიან ბევრი მაქვს, რაც აი ამ ეჭვებს მიჩენს. ჭხირები, რომელიც შევარჩიე ამ კონკრეტული ნივთისთვის, ეს არის ნიტპროს წარმოების კუბიკი ჭხირები, რომლის ნაბორიც მაქვს და ნაბორებზე
და ჩემს ინსტრუმენტებზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ, რადგან ერთი ახალი ნაკრები მომემატა, რომელიც ასევე მინდა რომ გაგიზიაროთ. აქ მაქვს 4.5 მმ-ის ჩხირი, ეს არის კუბი, შესაბამისად რეალური ზომა ამ ჩხირის არის 4 და 25 და ამ ჩხირებზე მაქვს გამოყენებული Mindful-ის 360 გრადუსზე მბრუნავი გადაბმა, ლესკა და მაქვს დაწყებული უკვე აი ესეთი შალი, სამკუთხედი, ანუ ორივე მხრიდან ვაკლებ თვლებს, რადგან აქ ისეთი უზორია, რომ სხვანაირად ვერ მოვიფიქრე, როგორ შეიძლება რომ გამეკეთებინა. ეს ერთი მხარე და ესეც ჩვენი მეორე მხარე. ჯამში ქსოვა დავიწყე 297 თვალზე. აქედან 10 თვალი იყო კუთხეებისთვის, აი ამ გაფორმებისთვის, აი აქ, ხოლო 287 თვალი გამომივიდა თვითონ ნართისთვის, 286 არის უშუალოდ ნართი და 1 თვალი სიმეტრიისთვის. ანუ 297 თვალზე დავიწყე ჯამში ქსოვა და ესე აქტიურად მიიწევს წინ. აქ უკვე მაქვს გამოყენებული ერთი ბრილინო და ერთი მოხერი ბოლომდე, ანუ სრულად და მაქვს ვარ გადასული მეორე მოხერზე და მეორე ბრილინოზე. ბრილინო ქვევით არის ერთ წამით ავიხეთ. ბრილინო ეს არის ოქროსფერი, აი ესეთი და კომბინაციაში ოქროსფერი ბრილინო და იასამნისფერი მოხერი იძლევა აი ასეთ საინტერესო ფერს, რომელსაც როდესაც უფრო დიდ მოვსკს ორთქლით დავამუშავებ და დავბლოკავ, აუცილებლად შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ, რადგან ეს ნივთი არის შესაძლებელი 3-4 ივნისისთვის, დამკვეთს სჭირდება 7 ივნისისთვის ქორწილში და ამიტომ სურს რომ ეს ყველაფერი მანამდე დავამთავრო. წესით უნდა ჩავეტიო უფრო მოკლე დროში, ვიდრე 4 ივნისია, იქიდან გამომდინარე, რომ ჯამში გათვლილია, რომ 4-4 ცალი უნდა მეყოს და უკვე მეორეს ვამთავრებ და დღეს არის 28 ცხვი, შესაბამისად ყველანაირი შანსი მაქვს ამის. ეს რაც შეეხება ჩვენ აი ამ შეკვეთას, რომელსაც აქტიურად ვქსოვ ყოველი თავისუფალი ბუსუსები მოხერისგან, ყოველი თავისუფალი წუთი მიდის უშუალოდ აი ამ შეკვეთის ქსოვაზე და შესაბამისად ყველა სხვა ნივთები, რაც მაქვს ამ ეტაპზე პროცესში, გადავიდა გვერდით პლანზე. ეხლა გაჩვენებთ ყველა ამ ნივთს. ყველა ეს ნივთი არის სულ 3 ნივთი, რაც მაქვს 2 ჩხირზე და 1 ყაიზნახზე და სათითაოდ ამ ნივთებზე ვისაუბრებთ ზუსტად 2 წამში. გადავიდეთ შემდეგ ნივთზე, რომელიც წინა ვიდეოდან მოყოლებული, წინა ვლოგიდან მოყოლებული მაქვს პროცესში. ეს არის აი ესეთი კაბის დეტალები, რომელიც მაქვს ჯამში 2 ცალი. აი ასე, აი ეს არის 4-კუთხე ტყელიანი, პერფარტუნას ძაფით შესრულებული კაბის დეტალები. აი ასე. და ამისთვის დამაკლდა ძაფი, რომ უკანა ნაწილიც ან წინა არ აქვს დიდი მნიშვნელობა მომექსოვა. და ძაფი დავიმატე, მოვქსოვე. ახლა მაქვს 2 ერთი და ერთნაირი დეტალი. მაქვს საკმარისი ძაფი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავკერო, ყაიზნახით გავუკეთო გაფორმება და დავასრულო, თუმცა ეხლა უკვე აღარ არის დრო ამ ყველაფრისთვის. როცა იყო დრო სხვა სისულელებში დავხარჯე, შეიძლება ესეც ითქვას. ახლა როდესაც მაქვს სურვილი რომ დავამთავრო, მაქვს ძაფი რომ დავამთავრო, აღარა მაქვს დრო. თუმცა ამ კაბაზე კონკრეტულად ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ულამაზესი ფერია, მაგრამ არც ეს არის ახალი. წინა ვიდეოში ამაზე უკვე ვისაუბრე და ვეცდები რომ შემდეგ ვიდეოში ეს კაბა უკვე იყოს დასრულებულ ნივთად ქცეული. და გაგიზიაროთ უკვე უშუალოდ ჩაცმულ მდგომარეობაში როგორ გამოიყურება. შემდეგი ნივთი, რომელიც ძალიან ლამაზია, რბილია, ფაფუკია და განსხვავებული, ესეთი არასდროს არაფერი არ მომიქსოვია.
არის აი ესეთი აი აქ ანუ ახლოდან გაჩვენებ და მე აგიხსნით რა არის. აქ გვაქვს უზორების კომბინაცია, სადაც გვაქვს ზოლები პირველ რიგში, მაგრამ ეს ზოლები არ არის უბრალოდ აი ესეთი ზოლები. აქ ჩვენ გვაქვს აჟურული უზორი, აი ესეთი ნახრეტებიანი, გვაქვს პლატოჩნაია ვიასკა, ისევ აჟურული და ერთმანეთს ენაცვლება. წინდური ქსოვა, აჟურული უზორი, წინდური ქსოვა, პლატოჩნაია ვიასკა, წინდური ქსოვა, აჟურული უზორი და მოკლედ აი ამ სქემით მივდივარ ბოლომდე და უკვე ეს დეტალი არის ზურგის. მაქვს იაპონური მხრის ტექნიკით ვქსოვ ყველაფერს, მაქვს მოქსოვილი უკვე. ერთი მხარი მაქვს ამოყვანილი და დაწყებული მაქვს ნამატები საყელოს არესთან, აი აქ რომ ესეთი შემოჭრილი საყელო გავაკეთო. აი ესე. აი ასე გამოიყურება ჯერჯერობით, ანუ ეს არის ზურგის ნაწილი და ვქსოვ წინა ნაწილის აი ამ საყელოს ადგილს. ამ ნივთზე საყელო, მანჟეტები და რეზინი იქნება აი ასეთი ყავისფერი. ყავისფერი მთლად არ არის, უფრო არის კაკაოსფერი, უფრო რძიანი კაკაოსფერი. ეს არის 100% ლამაზ ბეწვი, რომელიც არის ლანეგროსას წარმოება. ხოლო თეთრთან ერთად, რადგან ამ კონკრეტულ ეს არის ნატურალ ლამა ფაინი და ამ კონკრეტულ ძაბში ესეთი ლამაზი რძისფერი სამწუხაროდ არ იყო და ეს კონკრეტული რძისფერი უკვე არის მირინოსი და ალპაკა ერთად 50-50, ეს არის ზუსტად ესე ქვია მირინო ალპაკა 160 მეტრია 50 გრამში, ხოლო აქ გვაქვს 140 მეტრი, 10 მეტრია სხვაობა, ანუ ეს იდეაში უფრო სქელი უნდა იყოს, მაგრამ არის პირიქით, უფრო წვრილია, ვიდრე ლამა და მირინოსი, მეტრაჟით უფრო მოკლეა, რაც აი ამ სისქის ილუზიას ქმნის, მაგრამ რეალურად ეგრე არ არის. ეს უფრო წვრილია, უფრო მოკლე მეტრაჟი აქვს, რადგან ლამას ბეწვი უფრო მძიმეა, ვიდრე მირინოსი და ალპაკა. შესაბამისად, მოვქსოვე ნიმუში, რომელიც გავრეცხე და მივხვდი, რომ მაწყობს გარეცხვის მერე რაც მოვიდა ამ ძაბს და გადავწყვიტე, რომ ესეთი ნივთი დამეწყო. ჯერჯერობით არ ვიცი, ეს იქნება კარდიგანი, იქნება ჯემპრი, იქნება ჟილეტი, ანუ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ვიხრები კარდიგანისკენ, პლუს მინუს იგივე რაც თეთრი და ლურჯის კომბინაცია მოვხსოვე წინა ვიდეოში მანქანაზე. ერთი განსხვავებით, რომ საყელოს ვეცდები, რომ უფრო მომდგარი გავაკეთო, ვიდრე იმ კარდიგანში მაქვს გაკეთებული. და რა თქმა უნდა, ეს იქნება ზამთრის ვარიანტი, იქიდან გამომდინარე, რომ არის 100% შალი, ლამას ბეწვის შალია, მირინოს და ალპაკას შალია, ანუ ეს ბეწვია. ხოლო ცისფერი და თეთრის კომბინაცია იყო 100% აბრეშუმი. მოკლედ, ესეთი სილამაზე მაქვს პროცესში, ჯერჯერობით მაქვს თითო გორგალი გამოყენებული. და ზურგი მაქვს იღლიის ჭრილამდე მოქსოვილი, ანუ ეს იაპონური მხარი რადგან არის, აი ესეა თითქოს რეგლანივით. და მე არის აი ეს, ანუ იღლიის ჭრილამდე ვარ ჩამოსული, აი აქედან. და დაწყებული მაქვს წინა ნაწილის ქსოვა. დიდი ალბათობით აი ამ კონკრეტული გორგალით მოვქსოვ ერთ წინა ნაწილს იქამდე რომ შევაერთო და უკვე მეორე მხარისთვის დამჭირდება ახალის აღება. თეთრი ძაფი მაქვს ამის გარდა კიდევ 3 ცალი, ხოლო ლამა მაქვს 2 ცალი, თუმცა ლამას დამატების საშუალება მაქვს, რადგან არის მაღაზიაში თეთრი 4 ცალი იყო სულ და 4-ვე წამოვიღე. შესაბამისად თეთრს ვეღარ დავიმატებ, მაგრამ დავიმატებ ლამას. და ამიტომ მაქვს ზუსტად გადაწყვეტილი, რომ ამ ფერით იყოს გაფორმებული საყელო, მანჟეტი, რეზინა, პლანკა, რომ მაქსიმალურად
დიდი მოსაქსოვი დეტალები, რაც იქნება აი ამ ყველაფერში, ამ ფერით შევასრულო, რომ მეტი შანსია, რომ მეყოს ძაფი. მაგრამ ნახოთ, შეიძლება რაღაც კომბინაციაში თეთრიც გამოვიყენო, ან ამის ხარჯზე ზუსტად რომ ძაფის ეკონომიას არ ვაკეთებ, რაღაც დეტალები გავაკეთო თეთრი, ან გრძელი გავაკეთო უბრალოდ კარდიგანი და არ იყოს ესეთი მოკლე. ესეც ჩემი მესამე ნივთი უკვე რაც მაქვს პროცესში და არც არ მიჩქარება, აი ეს პროცესი არის ჩემთვის, ჩემი სიამოვნებისთვის. ქსოვ და დამავიწყდა მე თქვა რა ნომერი ჭხირით ქსოვ, ეს არის 3 და 75 ხის ჭხირები. ეს არის Knit Pro Basic-ის ყველაზე უბრალო ხის ჭხირი. ლესკა აქ არის Knit Pro-s წარმოების უბრალოდ ლურჯი, რომელსაც არ უტრიალებს გადაბმის ადგილი და არ იყიდოთ ეგეთი თუ შანსი გექნებათ. არ იყიდოთ, იმიტომ რომ ძალიან უხეშია, კვრივია, არ ტრიალებს რაც სხვადასხვა პრობლემებს ქმნის ქსოვის პროცესში. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ეს ნივთი დავიწყე, თან სხვა არ მქონდა და შესაბამისად მაინც ამაზე ვქსოვ. თუმცა როგორც კი გავშლი თვლებს და ყველა თვალი მექნება პროცესში, აუცილებლად გადავალ Knit Pro Mindful-ის სერიის ლესკაზე, რადგან უზომოდ მომწონს Mindful-ის სერია. არის რბილი, 360 გრადუსზე მბრუნავი გადაბმის ადგილით, რაც წინა პროცესზე უკვე გითხარით, უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ ლესკებით და როგორც კი მექნება შანსი, აუცილებლად დავიმატებ, რადგან ის რაოდენობა რაც მაქვს ახლა არ არის საკმარისი. შემდეგი ნივთი, ეს არის ყაისნაღით დაწყებული ნივთი. ეს ნივთი, მოკლედ, ჯერ სანამ გაჩვენებთ, ვისაუბროთ, რატომ გადაწყვიტე ამ ნივთის დაწყება. ჩემ პირველ ვიდეოში, რომელიც გასულ წელს მაისში გამოვიდა 13 მაისს, გაგიზიარეთ გარდა იმისა, რომ რა პროცესები მქონდა დაწყებული ჭხირებზე, პირველში არა, მე მგონი მეორეში ვისაუბრეთ. ასევე გაგიზიარეთ, რის მოქსოვას გეგმავ და დადგა დღე, როდესაც მოვიცალე მორალურად, რომ ეს ნივთი რეალობად მეკცია და სულ მცირე თვლები მაინც ამომეყვანა ამ ყველაფრისთვის. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თვლების ამოყვანის მერე მოგსოვე რამდენიმე რიგი და არ ვარ დარწმუნებული, რომ მომწონს. ასე რომ გაჩვენებთ, დაველოდები თქვენს რეაქციას და მერე გადავწყვეტ დავარღვიო თუ არ დავარღვიო. ეს არის ყაისნაღით შესრულებული, ახლა შორიდან რა თქმა უნდა ყველაფერი არ ჩანს. მესამე რიგის ვსვქსოვ უზორისას, მაგრამ უზორი უკვე იკითხება, ანუ ნართი და გაჩვენებთ ახლოდან, რომ გადავწყვიტოთ ღირს თუ არა ამის გაგრძელება. ეს იქნება საროჭკა. ამიტომ წინა და ზურგი და წინა კალთები ორივე ერთად ამოვიყვანე, ვერ ვხვდები ნაკერის გაკეთების მიზეზს და აზრს დიდად. რაც შეეხება პლანკას და ქვემოთ გაფორმებას ჯერჯერობით არ მაქვს, როდესაც მოვხსოვ მთლიანად საროჭკას, საყელოსთან ერთად და აი ამ გვერდითა პლანკებთან ერთად დავამუშავებ ქვედა ნაწილის, აი რეზინის ადგილსაც. ხოლო უზორი გამოიყურება აი ასე. აი ესე, თუ ჩანს რამე, თუ არ და ახლო კადრს გადავიღებ. დიდად არ მომწონს, რადგან მგონია რომ ზედმეტად გამჭირვალეა. აი, ტანზე შეიძლება კანზე დიდად გამჭირვალე არ არის. მაგრამ მაინც არ მომწონს, თვლი რომ აი აქ დეტალი რაც არის, აი ამ ადგილას, აი აქ არის თითო თვალი. აი აქ. და ვფიქრობ რომ აი ამ ჰაეროვან დეტალში ორი თვალი უნდა გავაკეთო, ანუ ორი თვალი, ორი ჰაეროვანი, ორი თვალი. ანუ ეს მაღალი თაღოვანი თვლებს გულისხმობ. ეხლა მაქვს თითო გაკეთებული და მათ შორის არის 3 თვალი. ანუ აი ეს დეტალი, აქ არის 3 თვალი და აი აქ თაღოვანი ორი თვალი და შუაში ორი ჰაეროვანი თვალით. აი აქ 2-ს 4 უნდა გავხედო, 2 და შუაში თაღი. ვფიქრობ რომ ეგრეც მოვიქცევი, საბოლოო ჯამში ამ 3 რიგს, რაც მაქვს მოქსოვილი, დავარღვევ, დავალ დაწყებით რიგამდე და
მოგხსოვს ზუსტად აი მაგ დეტალს შევცვლი ერთადერთს, რაც მომცემს საშუალებას, რომ უფრო ჭიდრო ვიზუალის ნაკსოვი გამომივიდეს. თუმცა შეიძლება ესეც კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ საზაფხულო ნივთია და დიდად არ ჭირდება, რომ მანდა მაინც დახურული იყოს. მოკლედ, თქვენ აზრს დაველოდები. თუ ფიქრობთ, რომ უნდა დავარღვიო და უფრო გავამჭიდროვო ეს ნაკსოვი და დავამატო თვლები, რომ უფრო დახურული იყოს, დამიკომენტარეთ აუცილებლად. თუ თვლით, რომ ესეც ძალიან კარგია და საროჭკა, რომელიც საზაფხულო აჟურული ნაკსოვით უნდა იყოს შესრულებული, ეს უზორის მოუხდება, ეგეც დამიწერეთ. რომ რაღაცა საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდე და ამას ქსოვ აღარ მახსოვს უკვე თქვი თუ არა, მოკლედ ეს არის Alize Bella-ს ძაფი 100% ბამბა, ეს არის 100 გრამიანი ვერსია, თავიდან მქონდათ 50 გრამიანები, ახლა გამოუშვეს 100 გრამიანები, სულ მაქვს ესეთი 3 ცალი, წესით 300 გრამი უნდა მეყოს, ნახოთ, იმედი მაქვს რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მაქვს ჩაფიქრებული და სულ ეს არის, რაც მაქვს ამ ეტაპზე პროცესში, ეს ყველაფერი იქსოვება ჰამანაკას ყაიზნაღით, რომელიც არის 5 ნომერი, ზომაში კი 3 მმ და ძალიან სასიამოვნო პროცესია, ლისის ტბაზე დავიწყე ამის ქსოვა და შემდეგ ვიდეოში, სადაც ვლოგი იქნება უშუალოდ და არა ეპიზოდი, ამ ყველაფერს გაგიზიარებთ ამ ნივთის დაწყების პროცესს. და სხვადასხვა ნაწყვეტებს, რაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე გადავიღე. ახლა რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის იყო კითხვა, როგორ ადგენთ ფასს პროდუქტისას. მოდი შევთანხმდეთ, ამ საკითხზე თუ რაიმე კითხვები გვაქვს, დამიკომენტარეთ, რომ ერთი კარგი ინფორმატიული, ესეთი მაქსიმალურად რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც ხოთშევს ასთუ ისე პატარაა ამ საკითხში და თუ რაიმე კონკრეტული კითხვები გვაქვს, დამიწერეთ. აი ეს ამ ნიშანს რომ დაწერთ, მერე დაწერეთ კითხვა და შევაჯამებ ამ კითხვებს, ჩემ ცოდნას, რაც მაქვს ამ სფეროში, დავაკონსპექტებ და ერთ ვიდეოს გადავიღებ, სადაც ვეცდები, რომ აბსოლუტურად ყველა სავარაუდო კითხვას, რაც შეიძლება რომ ამ თემაზე გაჩნდეს, ვუპასუხო, მაგრამ რო რამე არ გამომრჩეს, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ არ დაიზაროთ, დამიკომენტაროთ და მე ამ ყველაფერზე ვიმუშავებ და ამ ყველაფერს ვუპასუხებ. ეს ყველაფერი მინდა რომ გავაკეთო მომდევნო კვირას, 4 შაბათის გარდა, რომელიმე დღეს გამოვა ეგეთი ვიდეო, ასე რომ არ დაიზაროთ, თქვენი კომენტარები იცით რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ ესეთი ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს არის მხარდაჭერა ჩემი არხისთვის, ხოლო მეორე რის გამოც მიხარია თქვენი კომენტარები, რომ საკმაოდ კარგ მიმართულებებს მაძლევთ ხოლმე რა ვიდეოები გაინტერესებთ და ესეც აუცილებელია ჩემი არხის განვითარებისთვის. მოკლედ, დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს, რომ სასიამოვნოდ გაატარეთ ჩემთან ერთად დრო და უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, გთხოვთ აი ეს სმაილი დამიტოვოთ კომენტარებში, რომ ვიცოდე, რამდენად გაინტერესებთ ჩემი ვიდეოები ზოგადად და უყურებთ თუ არა საერთოდ ბოლომდე. და გისურვოთ ბედნიერი დღეები, წინ შაბათი კვირა მოდის, სასიამოვნო დასვენება. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის!